გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. პირველ რიგში მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყველას ამისთვის წინასწარ დიდი მადლობა. დღევანდელ ეპიზოდში მინდა გესაუბროთ ისეთ ქვეყანაზე, როგორიც არის ინდოეთი და მის საგარეო პოლიტიკაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში ინდოეთის საგარეო პოლიტიკა ხასიათდება საინტერესო მანევრულობით და საინტერესო ქცევითი ნიშნებით. თუმცა, თუ კი მის ისტორიას ჩავხედავთ, მე-20 საუკუნიდან დაწყებული რეალურად აი მსგავსი ტიპის მანევრულობაში არანაირი სიახლე არ არის, პირიქით ეს უფრო ინდოეთის საგარეო პოლიტიკური ტრადიციების გაგრძელებაა. 1947 წელს მას შემდეგ რაც ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთის იმპერიისგან და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა მაჰათმა განდის თანამებრძოლი ჯავაჰარლალ ნერუ, მან პრაქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მსოფლმხედველობას და ძირითად პრინციპებს, რამაც შემდგომში რეალურად განსაზღვრა შემდგომი აწლეულები და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე განსაზღვრავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ნერუს საგარეო პოლიტიკური პარადიგმა რამდენიმე ძირითად სვეტს დაეფუძნა, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია გლობალური მშვიდობის ხარდაჭერა, ანტიკოლონიალიზმი, ანტირასიზმი და სამხედრო მიუმხრობლობის პრინციპი. ყველა ეს სვეტი გამომდინარეობდა მაშინდელი ინდოეთის გამოცდილებიდან, უახლესი ისტორიიდან და ინდოეთის ადგილიდან საერთაშორისო სისტემაში. მაგალითად, 40-იანი წლების ბოლოს, როგორ მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო და ინდოეთს აღარ სურდა მსგავსი გლობალური კატაკლიზმა განმეორებულიყო, ამიტომაც ნერუმ მის საგარეო პოლიტიკურ პრინციპებში ყველაზე დიდი ღირებულება მიანიჭა მშვიდობის დამყარებას მსოფლიოში და მშვიდობის გავრცელებას. რაც შეეხება ანტიკოლონიალიზმს, ესეც მოგეხსენებათ, ინდოეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლონია დიდი ბრიტანეთის, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა დეკოლონიზება და გარკვეულწილად ბიძგი მისცა დიდი ბრიტანეთის იმპერიის დაშლას და ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ნერუს საგარეო პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში. იგივე შეიძლება ვთქვათ ანტირასიზმზეც, ინდოეთი იყო რასიზმის მსხვერპლი ქვეყანა, რომელიც რასისტული ხასიათის ჩაგვრას განიცდიდა აწლეულების განმავლობაში და რაც შეეხება სამხედრო მიუმხრობლობას, ინდოეთი იყო ახალი სახელმწიფო, როგორც მოგეხსენებათ, ახალი დეკოლონიზებული, საკმაოდ სუსტი სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით და ახალ დაწყებულ გლობალურ დაპირისპირებაში, რომელსაც მაშინ ეწოდებოდა ცივი ომი, მას აღარ სურდა აი ამ დაპირისპირების მონაწილე ყოფილიყო და ნერუმ, ასე ვთქვათ, გადაწყვიტა, რომ ახალი ინდოეთის მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინა ომისგან და გლობალური კატაკლიზმებისგან. შესაბამისად, შევაჯამოთ ნერუს საგარეო პოლიტიკური ხედვა იყო, ასე ვთქვათ, მიუმხრობლობა, არანაირი სამხედრო ალიანსები, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, საკითხზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა და იყო მეგობრობა ყველა ერთთან. ნერუს ამგვარ მსოფლმხედველობას იზიარებდა მაშინ ინდოეთის მეზობელი სახელმწიფო ჩინეთიც, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორ სახელმწიფოს გააჩნდათ მსგავსი ისტორიული გამოცდილება, როგორც ახსენე, ისინი იყვნენ იმპერიული ჩაგვრის მსხვერპლები აწლეულების განმავლობაში. ნერუს ამგვარმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ 1954 წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტიბეტთან დაკავშირებით, რომელსაც ეწოდება პანჩელის 5 პრინციპი, პანჩელის მშვიდობიანი თანაცხოვრების 5 პრინციპი. ამ ხელშეკრულების მიხედვით ჩინეთმა საბოლოოდ დაიკავა ტიბეტის ტერიტორია, თუმცა პირობა დადო, რომ მას ექნებოდა ფართო ავტონომია და ტიბეტში ინდოელებს შეიძლებოდათ პილიგრიმობა. ეს პანჩელის ხელშეკრულება 5 ძირითად პრინციპს დაეფუძნა. პირველი ეს იყო ერთმანეთის სუვერენობის აღიარება და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, აგრესიაზე უარის თქმა, სამხედრო აგრესიაზე, ერთმანეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე უარის თქმა, თანასწორობისა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება და რაც თავარია მშვიდობიანი თანაცხოვრება, თანაარსებობა. თუმცა მოგვიანებით შეიძლება ითქვას, რომ პანჩელის პრინციპებმა პრაქტიკაში ვერ იმუშავა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთმა არ აღიარა მანამდე ბრიტანელების მიერ გავლებული საზღვარი ტიბეტსა და ინდოეთს შორის, რომელიც თავის დროზე გააკეთა ბრიტანელმა დიპლომატმა და წარმომადგენელმა ინდოეთში ჰენრი მაკმაჰონმა, ზოგადად ცნობილმა პიროვნებამ ისტორიაში და ესეთი სასაზღვრო პრეტენზიები გაუჩნდა ჩინეთს 50-იანი წლების ბოლოდან, რამაც გამოიწვია ინდოეთის მხრიდან სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და საქმე იქამდე მივიდა, რომ 1962 წელს პირველი ომი დაიწყო ინდოეთსა და ჩინეთს შორის,
რომელიც ინდოეთის სრული, ასე ვთქვათ, მარცხით დასრულდა. სანაცვლოდ წარმატებული აღმოჩნდა ნერუს სამხედრო მიუმხრობლობის სულისკვეთება, გამომდინარე იქიდან, რომ 1955 წელს ნერუ და ინდოეთის სახელმწიფო გახდა ლიდერი ქვეყანა, რომელმაც ჩამოაყალიბა გლობალური მიუმხრობლობის ბლოკი ქალაქ ბანდუნში. ნერუსთან ერთად ამ საქმის მოთავეები იყვნენ ინდონეზიის პრეზიდენტი სუკარნო, ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, იუგოსლავიის ლიდერი იოზეფ ბროს ტიტო. თავად მიუმხრობლობის ბლოკი ხაზს უსვამდა სუვერენიტეტის პრინციპს და უფლებას პატარა თუ დიდი სახელმწიფოსი რომ ჰქონოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ორგანიზაციის ლიდერობამ ინდოეთს შესძინა გლობალურ პოლიტიკაში ერთ-ერთი, ვთქვათ, მთავარი დამაბალანსებლის ფუნქცია, რომელთანაც ურთიერთობა სურდა ორივე ბლოკის ლიდერ სახელმწიფოს, იქნებოდა ეს შეერთებული შტატები თუ მაშინ საბჭოთა კავშირი. და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუმხრობლობის პოლიტიკის პრინციპი ინდოეთმა დაიცვა მაშინაც კი, როდესაც ის იყო საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე, იგულისხმება დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტები მის მთავარ მეზობლებთან, ჩინეთთან და პაკისტანთან, რომელიც მალევე მოხდა 1962 წელს, როგორც ახსენე იყო პირველი დაპირისპირება ჩინეთთან, სასაზღვრო კონფლიქტი და შემდგომ სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა პაკისტანთან სულ 3 წლის შემდგომ 1965 წელს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჯავაჰარლალ ნერუს გარკვეულწილად სიმპათიები ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიმართ, გამომდინარე მისი სოციალისტური მსოფლმხედველობიდან და მთელი ცივი ომის განმავლობაში ინდოეთსა და საბჭოთა კავშირის შორის არსებობდა მეგობრული პარტნიორული ურთიერთობები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა ტექნოლოგიების კუთხით ინდოეთს და სამხედრო შეიარაღებით დაახლოებით 40-იანი წლების ბოლოდან 50-იანი წლების დასაწყისიდან ინდოეთის შეიარაღება იდგა საბჭოთა ტიპის ტექნიკაზე და ეს, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა დღემდე გრძელდება ინდოეთისთვის. ინდოეთსა და საბჭოთა კავშირის შორის ჩამოყალიბებულმა ამგვარმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ მაშინ შეერთებული შტატები ფსონს ჩამოვიდა პაკისტანზე, როგორც ინდოეთის დამაბალანსებელ სახელმწიფოზე. თუმცა 1965 წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაწყებულ პირველ კონფლიქტში მოდერატორობა მაინც საბჭოთა კავშირმა გასწია, როდესაც ორმა ქვეყანამ ქალაქ ტაშკენტში ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ ტაშკენტის დეკლარაციას, რის მიხედვითაც მათ შეწყვიტეს სასაზღვრო ზოლში ცეცხლი და დაუბრუნდნენ ომამდელ სტატუს-კვოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უკვე მეორე კონფლიქტში ინდოეთსა და პაკისტანს შორის 1971 წელს, როდესაც პაკისტანს სხვადასხვა კუთხით შეერთებული შტატები ეხმარებოდა, მათ შორის შეიარაღებით, მაშინ ინდოეთს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა აღმოუჩინა მხარდაჭერა, როდესაც ინდოეთის ოკეანეში შეიყვანა წყალქვეშა ნავები, თუმცა 1971 წლის ეს მეორე კონფლიქტი პაკისტანსა და ინდოეთს შორის ინდოეთის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამარჯვებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ პაკისტანი ორად გაიყო, აღმოსავლეთ პაკისტანი გამოეყო პაკისტანს და შეიქმნა ახალი სახელმწიფო ბანგლადეში. ინდოეთსა და პაკისტანს შორის მეორე კონფლიქტმა გამოიწვია ის, რომ ინდოეთსა და საბჭოთა კავშირის შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა და ამ წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა 20 წლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება და 1970-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ინდოეთმა პირველად გამოსცადა ბირთვული იარაღი, რომლის უფლება მას არ ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბირთვული იარაღის ქონის უფლება მხოლოდ გაეროს უშიშროების 5 მუდმივ წევრ ქვეყანას გააჩნდა, მაშინ მისი ეს ქმედება დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა გამონაკლისის სახით მაშინ იყო სწორედ საბჭოთა კავშირი, რომელმაც არ დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიციები ამ მოვლენასთან დაკავშირებით და საბჭოთა კავშირთან ერთად ეს იყო საფრანგეთიც. გამომდინარე იქიდან, რომ ცივი ომის განმავლობაში ინდოეთს მართავდა ინდოეთის ეროვნული კონგრესი, პარტია, რომელმაც გამოაცხადა ინდოეთის დამოუკიდებლობა და რომლის ლიდერი იყო ჯავაჰარლალ ნერუ და შემდგომ მისი ოჯახის წევრები, მისი ქალიშვილი ინდირა განდი და შემდგომ რაჯივ განდი. ინდოეთის საგარეო პოლიტიკური პრინციპები არ შეცვლილა და არც ეს ნერუს მსოფლმხედველობა, რომელიც მე ზემოთ ვახსენე და რაჯივ განდის 80-იანი წლების შუა პერიოდშიც ადასტურებდა იმ მსოფლმხედველობას, რომელიც იყო გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება მეზობლებთან და მიუმხრობლობის პრინციპი. ინდოეთის საგარეო პოლიტიკის გარკვეულწილად ცვლილება იწყება 1980-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ქვეყნის პრემიერი გახდა ნარასიმა რაო. მოგიხსენებათ, ამ დროს საერთაშორისო სისტემაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირმა, შესაბამისად ინდოეთის დღის წესრიგშიც დადგა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების
დათბობა და ეს ურთიერთობების დათბობა გამოიხატა იმაში, რომ მაშინ პრემიერმა რაომ დაიწყო ეკონომიკური რეფორმები ინდოეთში, რაც გამოიხატებოდა ინდური ეკონომიკის გახსნილობით გლობალურ კაპიტალის მიმართ. ნარასიმა რაომ შემოიტანა ახალი საგარეო პოლიტიკური პრინციპი, რომელსაც ეწოდებოდა ხედვა აღმოსავლეთით, რომლის მიხედვითაც ინდოეთს უნდა გაეაქტიურებინა და გაეღრმავებინა ეკონომიკური თანამშრომლობა მის აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებთან, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულთან, მალაიზიასთან, ინდონეზიასთან და შესულიყო ისეთ ეკონომიკურ სავაჭრო გაერთიანებაში, როგორც არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების გაერთიანება, იგივე ASEAN-ი. მისი, ასე ვთქვათ, ხედვა აღმოსავლეთით განპირობებული იყო იმით, რომ ინდოეთის დასავლეთი მაშინ ქაოტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაშინ ავღანეთის ომი ახალი დასრულებული იყო, პაკისტანში არაერთი ტერორისტული ორგანიზაცია იყო შექმნილი, არსებობდნენ მუჯაჰედინები, ზოგადად ინდოეთის დასავლეთით მდებარეობს დიდი ისლამური სივრცე ახლო აღმოსავლეთის სახით და ინდოეთისთვის მიუღებელი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ცნებებია, ზოგადად ისლამი, პოლიტიკური ისლამი და ისლამიზმი, გამომდინარე ქაშმირის საკითხიდან, ისლამური უმცირესობიდან, რომელიც არის სეპარატისტული ინდოეთში და ინდუიზმის, ასე ვთქვათ, იდეოლოგია დაპირისპირებულია ისლამიზმთან. შემდგომი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა 1996 წელს შექმნა ინდოეთის ახალმა პრემიერმა ინდერ კუმარ გუჯრალმა, რომლის მთავარი ორიენტირი იყო ინდოეთის სამეზობლო და გულისხმობდა იმას, რომ სამხრეთ აზიაში ინდოეთი იყო ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და მას კეთილგანწყობილი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონოდა მის მეზობლებთან. აქ არ იგულისხმებოდა ინდოეთის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე მეზობლები, პაკისტანი და ჩინეთი. ძირითადი ორიენტირი იყო ბუტანზე, ნეპალზე, მალდივებზე, ბანგლადეშზე, მიანმაზე და ეს გუჯრალის დოქტრინა დაეფუძნა 5 ძირითად პრინციპს, როგორც ვახსენებ, ამ ქვეყნებთან უნდა ქონოდა ისეთი ურთიერთობა, რომ სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა ინდოეთს, რომ ეს ქვეყნები არ უნდა გამოეყენებინა სხვა მესამე სახელმწიფოს ინდოეთის წინააღმდეგ, მათ შორის სამხედრო კუთხითაც, რომ ინდოეთი და არ ჩაერეოდა ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკებში, რომ ინდოეთი პატივს სცემდა ამ ქვეყნების სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ნებისმიერი დავები ამ ქვეყნებს შორის გადაწყდებოდა მშვიდობიანი გზებით. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ მისი ეს ყველა მეზობელი ქვეყანა, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე, ეს არის ყოფილი ბრიტანული ინდოეთის ტერიტორიები და გარკვეულწილად ინდოეთი საკუთარ, შეიძლება ასეთ უხეშათაც ვთქვა, რომ გუჯრალის დოქტრინა საკუთარ გავლენის სივრცესაც კი ხაზავდა. 2003 წელს ინდოეთმა გამოაქვეყნა მისი განახლებული ბირთვული დოქტრინაც, რომლის მიხედვითაც ინდოეთს ბირთვული შეიარაღება აქვს მხოლოდ შემაკავებელი ფუნქციისთვის და რომ ინდოეთი პირველი არასდროს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ასევე აღნიშნული ამ დოქტრინაში ის, რომ ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლებას ინდოეთში და არა სამხედრო ლიდერშიპს. ასევე ინდოეთი არასდროს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ინდოეთი გამოიყენებს ამ იარაღს, როდესაც თუ კი ინდოეთზე მოხდება ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმა. ასევე დოქტრინის მიხედვით ინდოეთი მოწოდებულია ბირთვული განიარაღებისკენ და ბირთვული ტესტების კონტროლისკენ. 2014 წლიდან ინდოეთის ხელისუფლებაში ბრუნდება ინდოეთის სახალხო პარტია და მისი ლიდერი ნარენდრა მოდი, რომელიც დღემდე ინდოეთის პრემიერ-მინისტრია. აქედან მოყოლებული ინდოეთის საგარეო პოლიტიკა ხასიათდება გარკვეულწილად ჰიბრიდული მოცემულობით, იმ სამი ძირითადი მსოფლმხედველობით, რომელიც მე ჩამოვთვალე. ის აერთიანებს მაგალითად ჯავაჰარლალ ნერუს ხედვას სამხედრო მიმხრობლობის თვალსაზრისით, რომელიც დღეს შეიძლება გადავთარგმნოთ ინდოეთის სტრატეგიულ ავტონომიად საგარეო პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. ასევე ის აერთიანებს ნარასიმა რაოს ხედვა აღმოსავლეთით, რომელიც ნარენდრა მოდიმ ჩაანაცვლა ქმედება აღმოსავლეთით, რომელიც გულისხმობს ინდოეთის პროაქტიულობას აღმოსავლეთ მიმართულებით, აღმოსავლეთ რეგიონებისა და ქვეყნების მიმართ, როგორც სავაჭრო ეკონომიკური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებში თანამონაწილეობის კუთხით და მესამე ეს არის გუჯრალის დოქტრინა, ნარენდრა მოდი საგარეო პოლიტიკას პრიორიტეტულ საკითხად აყენებს სამეზობლო პოლიტიკას. თუმცა ამ მსოფლმხედველობებთან ერთად ნარენდრა მოდის დოქტრინა ამატებს იმას, რასაც ეწოდება ინდოეთის უპირველესობა და გულისხმობს იმას, რომ ინდოეთი თუ კი აქამდე იყო გლობალური დამაბალანსებელი ძალა, ის უნდა გახდეს უფრო პროაქტიული, ასე ვთქვათ, წამყვანი გლობალური აქტორი. ასევე ნარენდრა მოდის საგარეო პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში შემოდის გარკვეულწილად რბილი ძალის
საშუალებები, ინსტრუმენტები, რომ მაგალითად ინდუეთმა საკუთარი კულტურა უნდა გაიტანოს მის სამეზობლოში და არა მარტო მის სამეზობლოში, არამედ მთლიანად აზიურ სივრცეში და ასევე ინდუეთმა გამოიყენოს მისი საკმაოდ მსხვილი დიასპორა, რომელიც არსებობს ძირითადად დასავლურ სამყაროში და დიასპორის მეშვეობით გარკვეულწილად მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს გლობალურ დონეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინდუეთი მზარდი ეკონომიკაა და ქვეყანას ამბიცია აქვს, რომ მომავალში გახდეს ერთ-ერთი წამყვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე, მის პრიორიტეტებში დგას მისი მსხვილი მეზობლის დაბალანსების საკითხი, გულისხმობ ჩინეთის დაბალანსების საკითხი. ამ კუთხით ნარენდრა მოდიმ ინდუეთის საგარეო პოლიტიკაში სხვა საფეხურზე აიყვანა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ 2015 წელს მან განაახლა თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და წელს მოხდა აი ამ ხელშეკრულების კიდევ ერთი განახლება, ეს არის მეორე განახლება 2005 წლის შემდგომ, რაც გულისხმობს შეერთებულ შტატებთან საერთო წვნებს ინდოეთის ოკეანეში, ინფორმაციის გასვლას და სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობას შეერაღების კუთხით. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ბოლო წლებში ინდოეთი გახდა იმ პლატფორმის წევრი სახელმწიფო, რომელშიც ერთიანდებიან შეერთებულ შტატების მოკავშირე სახელმწიფოები, იგულისხმება იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ამ პლატფორმას ეწოდება 4-ეული, ეგრეთ წოდებული ქვადი და ესეც ინდოეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ ინსტრუმენტად გვევლინება ჩინეთის დაბალანსების. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთის საექსპორტო საქონლის მთავარ ბაზრად გვევლინება შეერთებული შტატები. თუმცა ეს ანიშნავს იმას, რომ ინდოეთი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ორბიტაზეა და ის მზად არის პირდაპირ ან ირიბ დაპირისპირებაში შევიდეს ჩინეთთან სამხედრო პოლიტიკური ან დიპლომატიური კუთხით. პირიქით, როგორც ვახსენე, ნარენდრა მოდის საგარეო პოლიტიკა იმეორებს ნერუს სულისკვეთებას, მიმხრობლობის და სტრატეგიული ავტონომიის სულისკვეთებას და პირიქით, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ის აბალანსებს ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურებში გაწევრიანებით და აქტიური თანამშრომლობით ბოლო პერიოდში, როგორც არის BRICS-ი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ლიდერად გვევლინება ამ შემთხვევაში ჩინეთი და ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თუ კი მაგალითად შეერთებული შტატები არის მთავარი საექსპორტო ბაზარი ინდოეთისთვის, ჩინეთი არის მთავარი იმპორტიორი სახელმწიფო ინდოეთისთვის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც მაგალითად ტექნოლოგიური მიმართულებით, დიდ მხარდაჭერას აძლევს ინდოეთს. შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან ერთად ინდოეთი დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოსთან, ინდოეთს აწლეულოვანი, ასე ვთქვათ, ისტორიული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს მოსკოვთან და დღემდე რუსეთი გვევლინება ინდოეთის შეიარაღების მთავარ მიმწოდებელ მხარედ და ბოლო კვირაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია ნიუ-დელის, აქაც ინდოეთმა გარკვეულწილად მზაობა გამოთქვა აი ამ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების, რომ მაგალითად რუსულმა მხარემ დროულად მიაწოდოს, ასე ვთქვათ, კონტრაქტით გათვალისწინებული თავდაცვითი სისტემები, S-400 ტიპის სისტემები და ასე ვთქვათ, სურვილი გამოთქვა, რომ ინდოეთმა შეიძინოს ახალი Su-57 ტიპის ავიაგამანადგურებლები, ესეც გამოწვეულია იმ მოვლენიდან, რომელიც მოხდა ამ წლის მაისში, დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის, როდესაც პაკისტანურმა მხარემ რამდენიმე ფრანგული ტიპის რაფაელი ჩამოუგდო ინდოეთს და დღის წესრიგში დადგა რუსული შეიარაღების შეძენა ინდოეთისთვის. ინდოეთის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკას და ნარენდრა მოდის დოქტრინას საერთაშორისო ასპარეზზე ბოლო წლებში კარგად გამოხატავს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიან ჯაიშანკარი, რომელიც არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე თუ შეხვედრაზე საკმაოდ საინტერესო განცხადებებით არის ცნობილი, რომელსაც შეიძლება ჩვენ მოусმინოთ. And it's very hard რთულია ერთგანზომილებიანი ურთიერთობა გქონდეს. ქვეყნებს განსხვავებული ურთიერთობების ისტორია აქვთ სხვა ქვეყნებთან. მაგალითად, შეერთებული შტატების გერმანიასთან ურთიერთობა ისტორიულ მოკავშირეობას ეფუძნება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ის განსხვავებულია. There's a alliance nature to it. There's a certain history on which that relationship is grounded. In our case, it's very different. So, I don't want you to თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ჩვენ სენტიმენტებისგან დაცლილი ტრანზაქციული საგარეო ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უგებთ ადამიანებს, ჩვენ გვჯერა მათი და ვიზიარებთ საკითხებს. სხვადასხვა რეგიონს სხვადასხვაგვარი განვითარება და გამოცდილება აქვს. ცხოვრება მრავალფეროვანია და არა სწორხაზოვანი. When you're located in different places, have different levels of development, different experiences.
all of that gets into it. So life is complicated, life is differentiated, and I think it's very important today. ფიქრობ, რომ არ შეიძლება მსოფლიოს კომპლექსურობა მარტივ მოცემულობამდე დავიყვანოთ. გონია, რომ ეს ეპოქა უკვე ჩვენ გავიარეთ. I think that era is today behind us. Now, as Secretary Blinken has pointed out, we have made როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ახსენა, ჩვენ ამ საკითხზე არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია. იქნებოდა ეს გაეროში, ჩვენ პარლამენტში თუ სხვა ფორუმებზე. მოკლედ რომ გავიმეორო ეს პოზიციები, ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის, დიპლომატიის და ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერების. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წილი შევიტანოთ კონფლიქტის მოგვარებაში. And we are prepared to contribute in whatever way to these objectives. I noticed you referred to მე შევამჩნიე, რომ თქვენ ხაზი გაუსვით ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შეძენის საკითხს. თუ კი თქვენ გაინტერესებთ რუსული ნავთობის ექსპორტი, თქვენ ევროპით უნდა დაინტერესდეთ. ჩვენ მართლაც ვყიდულობთ ნავთობს, რაც ჩვენ ენერგიული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, მაგრამ ჩვენი თვიური შენაძენი ევროპის დღიურ შენაძენს თუ უტოლდება. ამიტომ ამაზეც დაფიქრდით. Probably our total purchases for the month would be less than what Europe does in an afternoon. So you might want to think about it. You know, somewhere Europe has to grow out of the როდესაც ევროპა უნდა გამოვიდეს იმ სააზროვნო სივრციდან, როცა ის ფიქრობდა, რომ მისი პრობლემები მსოფლიოს პრობლემებია, მაგრამ მსოფლიოს პრობლემები ევროპის არ არის. If it is you, it's yours. If it is me, it's ours. I think that's something, and I see. დღეს გარკვეული დაკავშირება ხდება ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობის უკრაინის კონფლიქტთან. მეგობრებო, ჩინეთის და ინდოეთის საკითხი გაცილებით ადრე არსებობდა, სანამ უკრაინა იარსებებდა. ამიტომ ჩინეთს არ სჭირდება რაიმე პრეცედენტი თუ როგორ იურთიერთოს ჩვენთან. ამიტომ მე ამას ჭკვიანურ მსჯელობად არ ვთვლი. So the Chinese don't need a precedent somewhere else in the world on how to, engage us or not engage us or be difficult with us or not be difficult with us. So as I said, I just see this as frankly a not very clever argument, a very self-serving one. ზოგადად რომ შევაფასოთ ინდოეთის საგარეო პოლიტიკა, გარკვეულწილად ის წარმოადგენს იდეალიზმისა და რეალიზმის ნაზავს. მაგალითად, ინდოეთი ემხრობა გლობალურ მშვიდობას და უარს ამბობს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვაზე, რაც არის იდეალიზმის გამოვლინება, ხოლო აწარმოებს გეოპოლიტიკური ბალანსის პოლიტიკას, რაც არის რეალიზმის გამოვლინება. ასევე მას პრაქტიკაში არ შეუძლია უარი თქვას გლობალურად დამაბალანსებლის როლზე და აირჩიოს რომელიმე გეოპოლიტიკური მხარე და ამა თუ იმ ბანაკის წევრი გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარეს, მეორე ბანაკს შემდგომში შეიძლება მას სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას, თუ მაგალითად ის აირჩევს შეერთებულ შტატებს, ის აღმოჩნდება მარტო ჩინეთ-რუსეთის ალიანსის წინააღმდეგ, ასევე ის უნდა აღნიშნოთ, რომ როგორც ვახსენე, მთლიანად შეიარაღებს აბსოლუტური უმრავლესობა არის რუსული ინდოეთის შეიარაღებაში და თუ მაგალითად ის აირჩევს მაგალითად რუსულ მხარეს, მაშინ ის აღმოჩნდება შეერთებული შტატების манипуляციების მსხვერპლი პაკისტანის მეშვეობით, მაგალითად ისლამიზმის საფრთხე ინდოეთის წინააღმდეგ გაძლიერდება. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ რა როლსაც ასრულებს შეერთებული შტატები ინდოეთის საგარეო პოლიტიკაში, ჩინეთის დაბალანსების კუთხით, რუსეთიც იგივე როლს ასრულებს ინდოეთისთვის, რუსეთის გარკვეულწილად ჩინეთის დამაბალანსებელია აზიურ მატერიკზე. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.